მოზარდებს რას ურჩევთ? ეს არის ის ასაკი, როდესაც აკნე იჩენს თავს, გაღიზიანებული კანი. აუცილებელია თუ არა ამ დროს სპეციალისტის ჩარევა, თუნდაც სახლის პირობებში რა ხერხებს და მეთოდებს უნდა მიმართონ? რაც ეხება მოზარდებს, კი ბატონო, მოზარდები ეს ის ასაკია, როცა პირველად აწყდება გინდა ბიჭი იყოს, გინდა გოგო ამ თემას, რომ თურმე რაღაც უნდა მოუაროს თავის თავს, ხო? ეს 12 წლიდან თვლით დაუშვათ მოზარდებს უკვე საჭიროა. მე ვთვლი ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, რომ ჯობია მშობელმა ერთხელ მიიყვანოს ბავშვი სპეციალისტთან, იმიტომ რომ ზოგჯერ თვითონ მშობელი ვერ ადგენს ზუსტად მას რა ჭირდება მეტად, დაუშვათ ელემენტარულ მოვლაზე ვლაპარაკობთ. მოზარდის მოვლა არის ასევე სამეტაპიანი, ეს არის დაბანა, ტონიზირება და დაცვა. ტონიზირებას რატო ვიძახი საცხის მაგივრად, იმიტომ რომ მოზარდის კანს გააჩნია რა ტიპის კანია, სულ ყოველთვის ვარჩევთ ხოლმე რომ იქ თხელი სტრუქტურები წავიდეს ვიდრე დაუშვათ სქელი როგორც საცხი. ამიტომაც აი ეს სამი ელემენტი უნდა, სამივე უნდა იყოს სწორად შერჩეული, ოღონდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ უნდა იყოს აგრესიული საშუალებები, მათ ხდება ძალიან ხშირად შეცდომა, იმიტომ რომ ზოგს აქვს, უფრო ამაც აქში ცხიმიანი კანი, ყიდულობენ აგრესიულ საშუალებებს, დასაბან საშუალებებს ბავშვებისთვის, ზოგში შეიძლება სპირტით შედიოდეს, ამასაკისთვის ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ კანი შეიძლება თავიდან ისე დავაზიანოთ, რომ შემდგომში მე სხვა პრობლემა გაჩნდეს. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ერთხელ მიმართონ სპეციალისტი და უკვე მე წლები აღარ გქონდეთ ეს პრობლემა. არ გქონდეთ პრობლემა, თუ ეს საშუალება არ არის, შეძლების დაგვარად უნდა დავაკვირდეთ ბავშვს რა ტიპის კანი აქვს, სამი ელემენტი ჭირდება, უნდა შეურჩიოთ დასაბანი, მატონიზირებელი საშუალება და საცხი თუ არის სამი საოცრად. 12 წლის ასაკიდან უკვე მიაღწიოთ. 12 წლის ასაკიდან კი ბატონო.